ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი იაირ შამირი საქართველოს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრებს მიესალმა და ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. დროსვე იაირ შამირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო უწყებას სტუმრობდა. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის დარგში შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების თანახმად სურსათის უვნებლობის, მეცხოველეობა, მეფრინველეობის, მეღვინეობა, ვენახეობის, ვეტერინარიისა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით თანამშრომლობა გაღრმავდება. მხარეებმა ერთობლივი გაცვლითი პროგრამებისა და სემინარების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. ეს არის ჩარჩო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოხდება ორ ქვეყნებს შორის ტექნოლოგიების გაცვლა, ინფორმაციის გაცვლა, სტაჟირებების, სემინარების, კონფერენციების მოწყობა, ინვესტორების ხელშეწყობა იმისთვის, რომ მოხდეს ინვესტორების შემოსვლა და ახალი ინვესტიციების განხორციელება. აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ იაირ შამირი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეწვია. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ურთიერთგამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს. ინიციატივის მთავარ მიზნად კი ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის განვითარებისა და ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური დონის ამაღლება დასახელდა. საუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე ორ სამინისტროს შორის გამოცდილების გაზიარებაზე. შემდგომში უკვე შევთანხმდით, რომ დაიგეგმება ეგრეთ წოდებული ამ ევროპული ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ამის ფარგლებში ჩვენ ორ სამინისტროს შორის კონკრეტული თანამშრომლობა. ჩვენი შეხვედრები საკმაოდ საინტერესო იყო თანამშრომლობის თვალსაზრისით. მართალია საქართველოსა და ისრაელს შორის ეს პრაქტიკა უკვე არსებობს, მაგრამ ვიმედოვნებ, ჩემი ვიზიტის შემდეგ არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და კარგი პარტნიორები გავხდებით.